სურთ ისწავლოთ პროფესიონალური ვიდეო გადაღება და დრონის მართვა, ასევე მონტაჟი. გურჯაანის ტექნოპარკში ახალი პროექტი დრონების ვორქშოპი იწყება. რეგისტრაციის შემთხვევაში სრულად უფასოდ შეგიძლიათ შეისწავლოთ ციფრული ვიდეოკამერის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში კიდევ სხვა სიახლეებიც არის. თემაზე ვრცლად გურჯაანის ტექნოპარკის ხელმძღვანელ ელენე გოგოლაშვილთან ვისაუბრებთ. ელენე, გამარჯობა, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით, მიხარია რომ თქვენთან ერთად ვარ. ელენე, პირველ რიგში მოგვიყევით დრონების ვორქშოპის შესახებ. მგონი ეს პროექტი პირველად ტარდება გურჯაანში და ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება, რა ცოდნას და გამოცდილებას მიიღებენ ახალგაზრდები. დიახ, გურჯაანის ტექნოპარკში საკმაოდ ბევრი სიახლე გვაქვს და მიხარია რომ მეძლევა შესაძლებლობა ჩვენს მაყურებელს გავუზიაროთ ეს ინფორმაცია. დღეს არის რეგისტრაციის ბოლო დღე დრონების ვორქშოპზე. ტრენინგი დაიწყება 16 მაისს და გაგრძელდება 1 კვირის განმავლობაში. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15 წლის ზემოთ ნებისმიერი ასაკის და პროფესიის ადამიანს, ვისაც სურს რომ დაეუფლოს დრონების მართვის ხელოვნებას. მნიშვნელოვანი აღინიშნოს ის, რომ ვორქშოპით დაინტერესება არის ასევე მეწარმეებისგან, ადამიანებისგან, რომლებსაც აქვთ საკუთარი მცირე ბიზნესი, მაგალითად აქვთ თავიანთი მარანი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ტრენინგის მსვლელობის განმავლობაში მონაწილეები შეძლებენ რომ დრონის გამოყენებით გადაიღონ თავიანთი ობიექტები და ტრენინგის დასასრულს მათ ექნებათ სრულყოფილი ვიდეო, რომელიც შეძლებათ რომ განათავსონ საკუთარ სოციალურ გვერდებზე. ამდენად თუ გსურთ რომ შექმნათ თქვენი ობიექტისთვის, თქვენი პროდუქტისთვის პროფესიონალური დონის ვიდეო, რომელშიც ასევე გამოყენებული იქნება დრონი, გერჩევთ რომ აუცილებლად დარეგისტრირდეთ. ერთადერთი რაც მონაწილეს მოეთხოვება არის ის, რომ იცოდეს ინგლისური საბაზისო დონეზე. როგორც აღნიშნე, სხვა სიახლეებიც გაქვს და გაგვაცანი რა ხდება ტექნოპარკში, რა პროექტები იგეგმება. დიახ, ტექნოპარკში ამ მომენტისთვის მიმდინარეობს სასკოლო კონკურსი, რომლის დემოდღე გაიმართება 15 მაისს. სასკოლო კონკურსმა გააერთიანა კახეთის მასშტაბით 30-ზე მეტი სკოლა. სასკოლო გუნდები მენტორ-მასწავლებლებთან ერთად არიან ჩართულნი და ჩვენთან ერთად ცდილობენ რომ საგანმანათლებლო სფეროში არსებულ გამოწყობებს მოუფიქრონ ინოვაციური და ტექნოლოგიური გადაჭრის გზები. ასევე მიმდინარე პროექტი გვაქვს ჩვენს ლაბორატორიაში, ახალგაზრდები აქტიურად სწავლობენ რობოტიკას, ელექტრონიკას, ხელოვნურ ინტელექტს, ასევე დრონების მართვას საწყის ეტაპზე და ამ მიმართულებით ასევე ღია არის რეგისტრაცია და დამატებით მსურველებს კვლავ შეუძლიათ გაიარონ რეგისტრაცია. რაც შეეხება დაგეგმილ აქტივობებს, ზაფხულის თუ ეგვექნება საინტერესო და დატვირთული, ზაფხულის პერიოდს გავხსნით ფინანსური ტექნოლოგიების კვირეულით, რომელზეც სულ მალე გამოცხადდება რეგისტრაცია. ასევე ზაფხულში გურჯაანის ტექნოპარკში სტარტს აიღებს პროექტი Summer Sprint, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდებს, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ინოვაციური სტარტაპ იდეები, მიეცემათ შესაძლებლობა მოვიდნენ ჩვენთან და პროფესიონალ მენტორებთან ერთად თავიანთი იდეები აქციონ რეალობად. გარდა ამისა, აქტიურად მუშაობთ იმისათვის, რომ ზაფხულში სტუდენტებს შევთავაზოთ ბანაკი გასულ წელსაც განხორციელდა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით და წელს ასევე არის ჩვენ სტრატეგიულ გეგმაში. ამდენად ყველა დაინტერესებულ ადამიანს, რომელსაც აინტერესებს ტექნოლოგიები, სტარტაპ ეკოსისტემა, შეუძლიათ რომ შემოგვიერთდნენ ჩვენ სოციალურ გვერდზე, ჯგუფში ტექნოპარკი გურჯაანი. ყველა ამ პროექტის შესახებ ინფორმაცია ანონსდება სწორედ აი ამ გვერდზე. შემოდგომის სეზონიდან გაგრძელდება აქტიურად პროექტები ტექნოლოგიების სტარტაპ ეკოსისტემის ჭრილში, მათ შორის გვექნება სტარტაპ ინკუბატორი, რომელიც იქნება უკვე ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ გარკვეული ხელშესახები პროდუქტი სტარტაპის ნაწილში და ჩვენთან ერთად ისინი გადავლენ, ასე ვთქვათ, განვითარების უკვე შემდგომ ეტაპზე. ასევე შემოდგომის პერიოდში გვექნება პროექტი ხელოვნების მიმართულებით, ამ კუთხითაც იყო ხოლმე დაინტერესება და ამიტომ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ეს ნაწილი. ჩვენთან ერთად ადამიანები ისწავლიან ციფრულ ხატვას, ანიმაციას, როგორ შექმნან თავიანთი, მაგალითად, იდეა, პერსონაჟი ანიმაციად და ამ ნაწილში მნიშვნელოვანი არის ის ასევე, რომ ჩვენ
პირველ ეტაპზე მოვიკვლევთ ადგილობრივ მითოლოგიას და შევეცდებით, რომ ადგილობრივი მითოლოგია, ადგილობრივი ისტორია სწორედ ანიმაციების სახით ერთად გავაცოცხლოთ. ამდენად შემოდგომა ზამთრის პერიოდში ასევე ბევრი საინტერესო სიახლე გვექნება და თუ დაგაინტერესათ იმის შესახებ, რაც ახლა ვსაუბრობ, ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა შემოგვერთდეთ ჯგუფში და ასევე შეგიძლიათ, რომ ნებისმიერ დროს გვესტუმროთ გურჯაანის ტექნოპარკში, პირადად ჩვენგან მიიღოთ უფრო დეტალური ინფორმაცია ამ ყოველივეს შესახებ. დიახ. როგორ ეხმარება ეს პროექტები ახალგაზრდებს განვითარებასა და წინსვლაში, იმიტომ რომ უკვე ვიცით, რომ არაერთი მნიშვნელოვანი და ინოვაციური პროექტი განხორციელდა გურჯაანის ტექნოპარკში. კი, ახალგაზრდების მხრიდან ტექნოლოგიებით დაინტერესება დღითი დღე იზრდება. გასულ დღეების უკან მქონდა მე და დედას საუბარი, დედაჩემი არის მასწავლებელი და მეუბნებოდა, რომ გაოცებული ვრჩებიო გაკვეთილზე რომ შევდივარ, იმდენად ყველა ახალგაზრდა ამბობს, რომ უნდა რომ ტექნოლოგიების მიმართულებით გააგრძელოს პროფესია და სულ უფრო მცირდება წილი, ასე ვთქვათ, სხვა პროფესიის არჩევაში. და ეს გვაძლევს ალბათ იმის თქმის საშუალებას, რომ ეს პროექტი პირველ რიგში ახალგაზრდებს უღუებს ინტერესს სწორედ აი ამ მიმართულებით, აძლევს мотивაციას, რომ ამ კუთხით გააგრძელონ პროფესია. გარდა ამისა, გვაქვს ძალიან ბევრი წარმატების ისტორია, უკვე შექმნილი სტარტაპები გურჯაანის ტექნოპარკის ბაზაზე, დაბადებული იდეები, რომლებმაც მოიპოვეს როგორც ჩვენ სააგენტოს, ასევე სხვა დაფინანსებები, გრანტები, დაამყარეს ჩვენთან ძალიან ბევრი სასარგებლო კონტაქტი, შეიძინეს მეგობრები, პარტნიორები, დასაქმდნენ სხვადასხვა კუთხით, აი მაგალითად გასულ პროექტზე ერთ-ერთი ახალგაზრდამ მითხრა, რომ ჩვენთან გაცნობილი ტრენერთან დღეს დისტანციურად მუშაობს გურჯაანიდან. გურჯაანის ტექნოპარკის გუნდს ძალიან მოკლე პერიოდში შემოუერთდა. გურჯაანის ტექნოპარკში გაზრდილი ახალგაზრდა უკვე ჩვენი, ასე ვთქვათ, ფაბლაბის სპეციალისტის ამპლუაში და ესეც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ახალგაზრდამ ზურამ, რომელსაც ჩვენთან ისწავლა, დღეს უკვე აქვს სურვილი, რომ ჩვენთან ერთად იმუშაოს და ესეც ნამდვილად ერთ-ერთი წარმატების მაგალითია. დიდი მადლობა ასეთი საინტერესო ინფორმაციის მოწოდებისთვის, წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა თქვენ ყოველთვის მასპინძლობისთვის.